ელეიმედის პროექტ მიმღერეს მონაწილეები დაძმა გიორგი და ნინო სიხარულიძეები არიან ჩვენი შოუს შემდეგი სტუმრები. მოდი ძირფასო ხალხო. შემო ძირფასო ხალხო. როგორ გამოგაცხადეთ? კაცი იფიქრებს პირველად ხედავს ამ დაძმასო და მოდი უთხრათ ჩვენ საზოგადოებას რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვარ და ერთად ვართ გაზრდილი და რა ვიცი უთბილესი ურთიერთობა გვაქვს და აწლედი ჩვენი მშობლიური ნიჭი ერთა აწლედი და ისე გამიხარდა როდესაც დაგინახეთ მიმღერეს სცენაზე ბატონი გომარ სიხარულიძის ანუ მამა თქვენის პირველი მოსვლა როგორ იყო ჩვენ მშობლიურ ნიჭი ერთა აწლედში მოდი ეს გავიხსენოთ რა ნუ გვაკითხავდა ხოლმე სკოლა რომ დამთავრდებოდა და წასაყვანად და ყოველთვის ვიგვიანებდით რა ვიგვიანებთ სად არის ესენი სად არიან და მოგეხსენება როგორი სპორტული მონაცემების კლასი და შემადგენლობა ვიყავით და რა ვიცი სასკოლო შეჯიბრებებზე რომ გავდიოდით მუსიკოსები მოვიდნენ და ამ დროს დავანგრევდით ყველას რაღაცა ფეოლასი მისი არ იყოს საოცარი გუნდის რა და ერთხელაც მოვიდა კიდე დავიგვიანეთ შემოვიდა და გვიყურებდა სულ ყოველთვის რომ თამაშობდით მოედანზე ფეხბურთს რა და მოეშალა მუსიკისა იქ არაფერი არ იყო აბა და მოეშალა ნერვები და თქვა ზაურ ბოლქვაძე იყო მაშინ ნიანგის რედაქტორი და უნდა მივიდეო ზაურისთან და ესე უნდა უთხრა რომ დაწეროს კაცო ეს სპორტული სკოლაა თუ მუსიკალური და მე მახსოვს პირველად ნინოს გამო რომ დაიბარეს, ხო? ეს იყო პირველი შემთხვევა და უკანასკნელი მამას მოსვლა ჩემთან სკოლაში, ქალბატონი ლილი სიხარულიძე თუ გახსოვთ. როგორ არ მახსოვს? შესანიშნავი არაჩვეულებრივი ქალბატონი. ჯერ არ დამიჯერა რომ სკოლაში გიბარებენ. გახსოვს ალბათ რომ ისეთი 7 ვიყავთ და შესანიშნავი მოწესრიგებული თანმიმდევრები რომ სიხარულიძეა და სიხარულიძესო მოვალო რაზეა ლაპარაკიო მეც ვერ მივხვდი რა უნდა ქალბატონ ლილის ყელსახვევი არასდროს არ უკეთიაო სულ ჯიბეში უდევსო ფორმაზე ყოველთვის ზემოდან ან რაღაცა აცვიაო ან ჯემპრი ან რაღაცა სულ მალავს ამ სკოლის ტანსაცმელსო და ყოველთვის სუნამო ასხიაო. ხო და ეხლა მამა და რაო ქალბატონი აი რაო ეკითხები დუხს მაჭარივითო. ესე იგი დასკნა გამოიტანა რომ ეს არის რომ მე დუღვა დამეტანიაო და ეს საბჭოთა სკოლას არ უხდებოდა. შემოდგომა მე რაჯობია ქალბატონი ამ შემოდგომაზე უნდა დუღდეს მაჭარივითო. ღირსეული პასუხი მამის და გომარ სიხარულიძის. ეს იყო პირველი და უკანასკნელი სტუმრობა ჩემთან მამას. შენის გაიხსენეთ თქვენი თანამშრომლობა როგორ შედგა თეატრში? შენი და მამის. ჩვენი თანამშრომლობა იყო უნიკალური. პირველი თან საზღვარგარეთ საფრანგეთში ვდგავ სადიპლომო სპექტაკლს და გომარი კომპოზიტორია და წავედი მამასთან ერთად და ერთ-ერთი აი საწყისი რეპეტიციებია რა და შემოვდის რეპეტიციაზე კომპოზიტორი, მაგრამ კომპოზიტორის იქით წავიდა უკვე რაღაცა ისეთი საუბარი დამეწყო რომ მამაზის რა გავხედე ერთხელ არ გაჩერდა. გავხედე მეორედ და ბატონო გომარ მე ვთხარი, გთხოვთ დატოვოთ სარეპეტიციო დარბაზი. ჩუმად ადგა ესე, გავიდა და რომ გადიოდა კარებში შემოვხედა რომ საღამოს შენ მოხვალ. იქიდან თავარი ისტორია გაწერა. მე მითხრა ხუმრობდა რა რომ შენთან ერთად საფრანგეთში კი არა, ცხეთაში არ წავალ. და შენ გაგერთი ფანტასტიკური ამბავი. შენ რო იყავი მთავარი რეჟისორი ქუთაისში, აი იმ დროინდელი ეს მესხიშვილის თეატრის პერიოდია კი. ჩემი მეგობარი ეჭხუბა აქ სახში ყველას პიპინიასაც კი და თქვა რომ აი გიორგი წამოვალ ეხა შენთან რომ 1-2 დღე მანდ რაღაცა განმარტოვდეთ სიამოვნებით მე ვთხარი და დაემთხვა ეს ამბავი რომ მესხიშვილის თეატრში ძალიან დიდი კონცერტია აი თუ კი ვინმე იცნობ ყველა ჩამოსულია რომ აი რაღაცა და არის დიდი აურზაური ბილეთები მაწუხებენ როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს რომ აი გიორგი რაღაცა მოგვიხერხე და ვეუბნები ჩვენი გაკეთებული არ არის ამ კონცერტს თავის პატრონი ყავს და მოკლედ დიდი ამბავი
და მესხიშვილის თეატრში იყო ერთი ძალიან კარგი ბიჭი, მუდმივი მაყურებელი, შოთიკო. ესე 25-27 წლის იყო თუ არ ვცდები, შეიძლება ცოტა მეტი, ისეთი დიდი ბავშვი. და თავიდან რო ჩავედი და ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი, მიიქცია ყურადღება, იმიტომ რომ გავხედავდი დარბაზში სამწუხაროდ ცოტა ხალხი იყო რა და გავხედავდი, ეს ვინ არის ყველა სპექტაკლზე შოთიკოა და გავუმარჯოს ღმერთმა მეთქი, აი როგორი თეატრალია და როგორ უყვარს მე მსახიობებს რაღაცებს ჩუქნი და და რო ჩამოვდივარ უკვე დამირეკა ამ ჩემო მეგობარმა რო ჩამოვედიო ქუთაისში საერთოდ დამყოფი არა ვარ როგორ მოვიდე ბიჭო მეუთხარი ჩაჯექი ტაქსში და მესხიშვილის თეატრს რო იტყვი ყველა მოგიყვანს და აი რო ჩავდივარ ქვევით შოთიკომ ხდება შეწუხებული სახით რომ გიორგი არ მიშვებენ თეატრში რას ქვია მეთქი შოთიკო შენ არ გიშვებენ თეატრში მივედი დაცვასთან ჩემი ლოჟა ხო არის მეუთხარი გაუხსნით ჩემ ლოჟას რა ხდება იცი ბილეთებზე რომ სკამები გავენ ხო და ჩემ ლოჟაში არავის არ შეუშვებთ მეთქი და შოთიკო დაჯდება მარტო და ეს ბიჭი გაოგმდა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო რომ მე გარეთ გავედი უკვე ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა ჩემი ძმაკაც ვეუბნები რომ მოწამეთაში უკვე რესტორანი ბიჭები ყველანი მზათავართ წავიდეთ აქ აურზაურია დაცვა მოვა დიდი კონცერტია რა არაო შენო რაღაცა ისე მეპატიჟებიო გარეთო რომ რაღაცა თეატრში ეთყობა არა გაქვს კარგი მდგომარეობა. კაი მე ვთხარი, რას მოვაპარაკები, წამოდი, როგორ არა მაქვს რა. არა გინდა თუ არა მაჩვენე ერთი როგორ გეპყრობიან, როგორი რა. ნუ კარგი მე ვთხარი, კარგი შევიდეთ რა და შევდივართ თეატრში და შოთიკო ეს გაუგნებული შოთიკო, ბედნიერი შოთიკო იქ ხვდება რა. და რო შევდივართ და დაიძრა შოთიკო და ესე მუხლებზე დაიჩოქა და წყალობან უმოუშალოს ღმერთმა გიორგი სიხარულიძეს და ეს ჩემი ძმა მიყურებს ესე ფაშა ხარ თუ ვინა რასაშვები ამ ხალხს დაიმონე ნიკო გენი აი ვერ დაგდა ისე მოხდა რომ აი რომ მოგენდომებინა ამას ვერ დაგდა ფანტასტიკურია ბავშვი ფანტასტიკური ჩემო მეგობრებო მე თქვენ სიმღერის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ გაგიშვებდა რადგან ბატონი გომარი მახსენეთ აი სიმღერა მინდა გთხოვოთ რომელიც უყვარს მთელ საქართველოს და თავისი აი ბუნებით თავისი ლირიკულობით მელოდიურობით გამოხატავს იმ შინაგან ბუნებას რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე სცენაზე ასხივებდა ბატონი გომარი და ალბათ სიმბოლური იქნება რომ დღეს ჩვენ შოუში თქვენი პირველი სტუმრობა აი ამ სიმღერით დავაგვირგვინოთ რომელიც ჩარი რამასთვის არის გაკეთებული მაგრამ მიუძღვნა და დაუწერა დედას Nedo prino velada ma
დავფრინა ველა და მაქცია შენსკენ